მოგზაურობა, მოგზაურები და ყველაფერი მოგზაურობის ირგვლივ. მათ ვისაც იზიდავს ბუნება და სილამაზე, უყვარს რისკი და უჩვეულო თავგადასავლები. სურს აისრულოს ბავშვობის ოცნება და რამდენიმე წუთით დაივიწყოს ყოველდღიური ერთფეროვნება, პროგრამა ირაო გთავაზობს სიმშვიდეს და სიამოვნებას. ბრწყინავი მწვერვალები, მიწისქვეშეთის იდუმალი ქვეყანა, შორეული ნაოსნობა, ახალი მარშრუტები, თამამი ექსპედიციები, მოგზაურები და აღმოჩენები. ყოველივეს წარმოგიდგენთ პროგრამა ირაო. პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული, ალბათ ეს ორი თვისება ყველაზე მეტად ჩანს აი ამ კოლექტივის მუშაობაში. იცით რა არის საქმის სიყვარული, მე მინახია ტელეგადაცემები, რომლებიცაც ირაო ამზადებს, რომ საოცარი კულტურა, საოცარი თავდადება და კადრს მიღმა რაც ხდება უკვე მერე გებულობ, რომ რა სირთულეებია, რა სიძნელეებია ამ მასალის მოპოვებისას. და აი რომ არ გიყვარდეს შენ საქმე და რო არ გჯეროდეს რომ კარგ საქმეს აკეთებ, ვერ გააკეთებდი ასე პროფესიულ და მაღალ დონეზე. ჩვენი რადიო პროგრამა 93 წლის აგვისტოდან მოყოლებული ყოველ შაბათს 18 საათსა და 15 წუთიდან ეხმიანება მსმენელს და თავისი აუდიტორიაც გაუჩნდა, რაც შემოქმედებითი ჯგუფისათვის რა თქმა უნდა დიდი სტიმული და საჭირო მხარდაჭერაა. ირაო ეს პროგრამაა თქვენთვის, თქვენი შვილებისათვის და მათთვის, ვისაც თავგადასავლები იზიდავს. მოგზაურობის სიყვარულმა ირაოს შემოქმედებით ჯგუფში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გააერთიანა და ჩვენი შრომა თქვენი ხალისიანი განწყობაა. გახსოვდეთ, ირაოს ტელე და რადიო გადაცემები ყველასათვისაა. ირაო დაიწყო. ირაო დაიწყო. დაიწყო ირაო. დღეს ჩვენ ირაოს მოусვინეთ რადიოთი. ხო და იმათ აუცილებლად შეატყობინეთ, რომ დღეს მოვისვინეთ და უსვენეთ. გასაგებია, ლუკრი, ყველაფერი მე აბსოლუტურად, ახლა ყველაფერი მივიღე. დაუკავშირდებით აუცილებლად ირაოსაც მე. მაღალი შეფასება მინდა მოგცეთ მე თქვენ. ვინაიდან ძალიან დიდი გულისხმიერება ვიგრძენი მე თქვენგან. ძალიან დიდი სიფაგიზი ადამიანის სულისა და მთავარი სწორედ ახლა ეს არის. და ის თქვენი ჩემ და მის სიახლოვე და თქვენგან გამომჟღავნება იმ სიყვარულისა, რაც თქვენ გამოხატეთ ამ გზის პერიოდში, მე მხოლოდ დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ისე რომ გისურვებთ დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა ეგ არ უნდა დაივიწყოთ. და ამ საერთო საქმისთვისაც, რასაც თქვენ ახლა ემსახურებით, საერთო თქვენს დიდ საქმესაც და ამ კონკრეტულ საკითხისადმისაც, ამ მოგზაურობას, რასაც თქვენ მიუწვდით დროს. დიდი მადლობა. ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო წუთები, ისინი თითქოს უჩვეულო სისწრაფით გარბიან. ამ ხნის განმავლობაში ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, თითქოს ბოლომდე ასე უნდა გვემოგზაურა. მაგრამ ალბათ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ისევე როგორც ჩვენ განშორებას.
ახლა მოგზაური თავის ურთულეს და უჩვეულო გზას დაადგება, სამშობლოსათვის კეთილი სახელის მოტანის იმედით. გამარჯვება თქვენკენად, ჩემკენად.